დილამშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობა რომ გიყურებთ და გვისმენთ. ვიდრე დავიწყებთ გადაცემას, მინდა მივულოცოთ ჩვენ სპორტსმენებს ისტორიული ოქრო ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად საქართველოს ისტორიაში ავიღეთ ვერცხლი უკაცრავად. ესე მინდოდა ოქრო თქვი, მაგრამ медали და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და წარმატება. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ულოცავ ჩვენ სპორტსმენებს, ულოცავ თელ საქართველოს და ეს ყოფილიყო დასაწყისი სხვა ბევრი წარმატების და როგორც სპორტსმენების, ასევე ჩვენი ქვეყნის. ვუერთდები შენს მილოცვას. ესე იგი ბევრი ოქრო გველოდება, ბევრი ოქრო გველოდება წინ. და მივესალმებით ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს, ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში ტრადიციულად და შემდგომ გადაცემის ანონსს გაგაცნობთ. 17 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ევაგრეს, ღირსი შიო მღვიმელის თანამოღვაწეს, ღირს ისიდორე პელუსილს, წმინდა მოწამე იადორს, წმინდა მღვდელმოწამე აბრაამს, არვილელ ეპისკოპოსს, ღირს ნიკოლოზ აღფსარებელს, სტუდიელ იღუმენს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. და რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას სტუმრებს, თემებს, რომელზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ, იცით რომ მემზადებით დიდი მარხვისთვის და სწორედ ამ თემაზე იქნება დღესაც ჩვენი საუბარი. კანონიკური რეგულაციების შესახებ დიდ მარხვაში სტუმართან ერთად ვისაუბროთ. სტუმარი კი იქნება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგირო სუარიშვილი. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანისა და საზოგადოება ივერიისას თანამშრომლობით ჩატარდა სასწავლო ლექციათა ციკლი სახელწოდებით ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები. ლექციათა ციკლს ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის დოქტორანტი თორნიკე გოგინაშვილი. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდებიან კურსის ხელმძღვანელი თორნიკე გოგინაშვილი, კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიშვილი და ლიდერთა სკოლის მოსწავლე ცოტნე ხუციშვილი. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრიდან ჩაგურთვება მცველობისას ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი, სადაც გამოცხადა კონკურსი ნახატები ბიბლიურ თემაზე. თუ რას მოიცავს ეს კონკურსი, უფრო ნინო მოგვიყვება თავის ჩართვით. ზამთარი, რომელიც უკვე თითქმის იწურება, განსაკუთრებულ იერს ძენს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს და ბუნების მოყვარულებს უნიკალურ გამოცდილებას თავაზობს. თოვლით დაფარული ტყეები, გაყინული ჩანჩქერები და თეთრად შეფერილი ბილიკები ვიზიტორებისთვის სრულიად განსხვავებულ გარემოს ქმნის. დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაიწყო კამპანია თეთრი ბილიკები, რომელიც მიზნად ისახავს ზამთრის სეზონზე ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სააგენტოს უფროსი ქალბატონი ნატა სულთანიშვილი. შენ არ გიყვარ ზამთარი ვიცი კახა, მაგრამ ამიტომ მოვისმინოთ ამინდის პროგნოზი დღეს საზამთრო ამინდია თუ საგაზაფხულო და დაგიბრუნდებით მოძღვართან ერთად.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი შემოგვიერთდა მამა ლონგინოს დაგლოცეთ მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი მოგესალმებით გვიახლოვდება დიდი და წმინდა მარხვა, აი ეს მოსამზადებელი პერიოდი უკვე იწურება და ორშაბათიდან შევუდგებით დიდ მარხვას და სწორედ ამ თემაზე გვინდა რომ ვისაუბროთ რეგულაციები დიდ მარხვაში, კანონიკური რეგულაციები აი ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, აი მძიმე მარხვა ასე ვუწოდებთ ხოლმე, ხო? დიდი მარხვა, მძიმე მარხვა. ანუ რას ნიშნავს მძიმე მარხვა? რას მოიცავს ეს ფორმულირება რამდენად სწორი არის და ამავდროულად რომ გითხრათ წარმომავლობა დიდი მარხვისა საიდან იღებს სათავეს. და დიდი მხოლოდ იმიტომ ქვია რომ ხანგრძლივია თუ შინაარსობრივადაც. ძალიან საინტერესო კითხვებია და შევეცდები რომ მოკლედ ლაკონურად და გასაგებად გაგცეთ ამ კითხვებზე პასუხი. უპირველეს ყოვლისა ისტორიულად ახლა ჩვენ ვიცით რომ დღევანდელ დღეს 4 ესეთი გრძელვადიანი მარხვა გვაქვს, ხო ეს არის აღდგომის, ანუ დიდი მარხვა, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის. ამათგან ყველაზე უძველესი, ანუ რომელიც სამოციქულო დროიდან იღებს სათავეს, ეს არის დიდი მარხვა, ანუ აღდგომის მარხვა. ეს უკვე მე-5-6 საუკუნეებიდან ყალიბდება ნელ-ნელა იგივე პეტრე-პავლობის, მიძინების და შობის მარხვა, თუმცა საყოველთაო სახე საკმაოდ გვიან იღებს. ეს მარხვები შეიძლება ითქვას პირველი 1000 წლების ბოლოსკენ. ამას მაინც ლოკალური ტრადიცია ჰქონდა მარხვებს სხვადასხვა ეკლესიაში და უკვე საყოველთაო სახე ხდება უფრო მე-10 საუკუნიდან. შეიძლება ითქვას რომ მთელი მართლმადიდებელი სამყარო მოიცვა. რაც შეეხება ამ ტერმინებს, რატო ქვია მძიმე, რატო ქვია დიდი და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა ტერმინი ძალიან საინტერესოა მარხვა. ეს ბერძნული ტერმინიდან მოდის, ნისტია, ნისტევო ქვია, რაც სიტყვით ნიშნავს აბსოლუტურ უჭმელობას, შიმშილს, თავშეკავებას. ქართული სიტყვაც ამის შესატყვისია დამარხვიდან მოდის. ანუ რა იგულისხმება ამაში? საკუთარი თავის დამარხვა და რისგან? აი პავლე მოციქული რო ამბობს ნათლობის დროსაც ეკითხება ეს სამოციქულოში რომ თქვენი თავები შერაცხეთ ცოდვისათვის როგორც მკვდარი და ღმერთისათვის ყოველთვის ცოცხლები იყავით. ანუ როგორც მკვდარს არ შეუძლია ცუდი ქმედებების ჩადენა ადამიანმაც, ანუ ქრისტიანულ ადამიანმაც აი ესეთი უუნარობა უნდა გამოიჩინოს ცოდვიანი ცხოვრების მიმართ. აქედან წამოვიდა ეს სიტყვა მარხვაც, ანუ საკუთარი თავის დამარხვა ცუდი ქმედებებისაგან, ცუდი ჩვევებისაგან და ასე შემდეგ. და სრული უჭმელობა და შიმშილობაც რატო ეწოდებოდა ამას, რომ აი სიტყვა მძიმე რო ახსენეთ. რეალურად ეს ხანგრძლივობა სამხელა არ იყო და დიდი მარხვა იმიტომ არ ქვია რომ 59 დღე გრძელდება დღესდღეობით, ხო ამასაც თავისი განვითარების ისტორია ჰქონდა. საწყის ეტაპზე რაც იყო საყოველთაო წესი, ეს იყო ერთკვირიანი დიდი მარხვა. ეს ბევრმა არც იცის. აი ნებიშვიდულს ასაც უწოდებთ ჩვენ. ეს იყო საყოველთაო წესი. და მძიმე იმიტომ ეწოდებოდა რომ აბსოლუტურ უჭმელობას გულისხმობდა მთელი დღის განმავლობაში. აი დღეს არის იგივე ისლამის რელიგიაში შემორჩენილი სის ჩასვლამდე რომ საჭმელს არ ჭამენ იმ რამაზანის პერიოდში, ხო? აი ესე იყო ფაქტობრივად ეს ძველ ქრისტიანებში, ეს სხვადასხვა ტიპიკონებში სხვადასხვა მითითებებია ძველ წყაროებს გულისხმობ მე. აი მაგალითად ძალიან მოკლე ცნობას ვიტყვი რომ მონაზონთათვის, ანუ სამონასტრო ასე ვთქვათ ინსტიტუტში სხვანაირი იყო რა თქმა უნდა და ერისხალხისა სხვანაირი. მონასტრებში იყო რომ დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ ისიც პურზე და წყალზე უნდა ყოფილიყვნენ მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ერისხალხს შეეძლო ორჯერ ეხმია. ნუ ზოგან წერია რომ მარტო ხორცისგან შეიკავოს თავი, გააჩნია რა რეგიონში ცხოვრობდა ხალხი და როგორ იყო. განსაკუთრებულ წესი იყო იქაც შეიძლება პურზე და წყალზე, ანუ უცხიმოზე ყოველ შემთხვევისთვის ერთი კვირის განმავლობაში. და იყო ისეთი მოღვაწეები, ვინც მთელი ერთი კვირა არ ჭამდა. აი ამ ტიპიკონური, აი ესეთი რაციონის საფუძველზე ეწოდა ამას მძიმე მარხვა, როცა ხალხი ესე მკაცრად მარხულობდა. და ბუნებრივიც არის, ხა ჩვენ როცა წმინდათა ცხოვრებაშიც ვკითხულობთ, რომ მთელი დიდი მარხვა არაფერი არ შეჭამაო, ჩვენ წარმოდგენა გვაქვს მთელი 40 დღიან პერიოდზე. სინამდვილეში აქ საუბარი მერტკვირიან პერიოდზე, იმიტომ რომ ღმერთის განგებით ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ერთი კვირა ბუნებრივადაც არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა შეიძლება იშიმშილოს და ხო, გაძლოს და არაფერი ასე ვთქვათ არ იხმიოს. აი ესეთი ვთქვათ მიზეზები გააჩნია, ამას რატომაც ეწოდება მძიმე მარხვა და დიდი მარხვაც ახლა რა თქმა უნდა მოგვიანებით დაერქვა მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე და უძველეს წყაროებში წმინდა 40-ეულიც ეწოდება და ბევრს გონია რომ 40-ეული, იმიტომ რომ 40 დღე იმარხულებოდა. ეს არის ანალოგი მაცხოვრის 40 დღიანი მარხვისა. და ზუსტად ვიცით რომ მაცხოვრმა არაფერი არ მიიღო.
ის 40 დღის განმავლობაში და 40 დღის მარხვის შემდეგ წერია რომ მოშიბდა და მერე მიდის ეშმაკი მასთან გამოსდელად. და ის რომ ეს ნამდვილად ერთკვირიანი იყო ამას უძველესი საეკლესიო ბევრი წყარო მოწმოს ეკლესიის მამები ჯულის კანონში შესული კანონებიც იგივე დიონისი ალექსანდრიელი, პეტრე ალექსანდრიელი. როდის გადიდა უკვე როდის გახდა იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე ჩვენ რამდენიმე საუკუნეა ამ მარხვას ვასრულებთ. ამან ჯერ ესე ვთქვათ ლოკალური სახე ჰქონდა და საერთოდ ამას ქვია კათაკმევლების მარხვაც, აი ეს 40 დღიანი მარხვა. ჩვენ მოგეხსენებათ რომ ადრე ხალხი როცა ვთქვათ ემზადებოდა ნათლობისათვის ზრდასრულ ადამიანებზეა საუბარი. ისინი ჯერ მარხულობდნენ განსაკუთრებულად ვთქვათ იმ სამწლიანი მომზადების შემდეგ და მერე ინათლებოდნენ. და სწორედ ისინი იწყებდნენ 40 დღე მარხვას მაცხოვრის მარხვის შესაბამისად. და უკვე მე ეკლესიაში ჩამოყალიბდეს ტრადიცია, რომ რაც ერთგვარი სოლიდარობის ნიშნად მთელ ქრისტიანებს გავრცელდა, რომ მათაც ემარხულათ. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მე-5 საუკუნიდან იკიდებს ფეხს უკვე საყოველთაო წესად, აი ეს რომ 40 დღე ყალიბდება დიდი მარხვა. და აი ეს კიდევ ერთხელ მინდა ამ შინაარსზე გავამახვილო ყურადღება, რომ ზოგადად მარხვა ეს არის თავშეკავებული ცხოვრება და მაინც და მაინც პედანტურად საჭმლის რაციონზე არ უნდა გამახვილოს ქრისტიანმა ყურადღება. თავშეკავება რა არის ზოგადად რო ავიღოთ? თავშეკავება არის ადამიანის ცხოვრებაში ბევრი წარმატების წინაპირობა. ეს ჯერ კიდევ ძველ ფილოსოფოსებთან, ძველ მოღვაწეებთან, იგივე სპარტონული აღზრდაც რო ავიღოთ, ხო აი დისციპლინური ცხოვრება, ანუ რაღაცისაგან თავის შეზღუდვა, რაღაცაზე უარის თქმა. ჯერ ერთ ეს ადამიანს შეყალიბებს მტკიცენების ყოფას. და მტკიცენების ყოფა პირობა ხდება, ასე ვთქვათ, მრავალი წარმატებისა ადამიანის ცხოვრებაში, ყოფითი გაგებითაც კი. და მით უმეტეს სულიერ ცხოვრებაში წესია, იქ კართაგენის მე-3 და მე-4 კანონები იქ ესე წერია, რომ ადამიანი, რომელიც თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობს, უფრო ადვილად მიიწევა მისი ლოცვები ღმერთამდე და ღმერთიც უფრო ისმენს მის ლოცვებს და თქვათ მის გულისათხოვარს უსრულებს. და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს მარტო უბრალოდ თავშეკავება არ არის. დიდი მარხვა ეს არის სულიერი გლოვის პერიოდი. და რა გლოვაზე აქვს საუბარი? ერთის მხრივ აქ საუბარია საკუთარ შეცოდებებზე, ახლა ყველა ადამიანის სოდავს და ყველას თავისი დარღვევა აქვს და მთლიანი შენს ბუნებას გლოვობ ადამიანი, აი ადამიანის სახით, რომ რა მოგცა ღმერთმა და რა დაკარგე. და ისივ იმას რომ უნდა დაუბრუნდეთ, ანუ პირველ სამშობლოს, სამოთხეს. და შეიძლება ითქვას, ეს გლოვა იგულისხმება. და ამასთანავე უნდა მეწეღან გამორჩა და მეთქვა, რომ დიდი მარხვის თანადროულია 4-შაბათ პარასკევის მარხვებიც. და თავისი რაციონითაც უტოლდება დიდ მარხვას, არაფრით არ განსხვავდება. ეს 4-შაბათ პარასკევით 60 კილო დროიდან იღებს სათავეს და როგორც არის განმარტებული წმინდა მამებთან, ეს 4-შაბათი უკავშირდება მაცხოვრის გაცემის დღეს, პარასკევი მაცხოვრის ჯვარცმის დღეს. ოღონდ ჩვენ გლოვობთ არა მაცხოვრის გაცემას, ამ მაცხოვრის ჯვარცმას, როგორც ადამიანის ტანჯვას. არამედ ისევ იმ მდგომარეობას, რომ ადამიანებმა რა ჩაიდინეს ღმერთის წინაშე. და არის რომ ღმერთს რაღაცა ეთკინა და რაღაცა თითქოს ესეთი ადამიანური ის გამოვხატოთ. აი ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ ეს არის სულიერი გლოვის განსაკუთრებული პერიოდი, იმისათვის, რომ სულიერი გლოვის პერიოდი არ იქნეს დარღვეული რაიმე ადამიანური მოტივებით, ამიტომაც შემდეგ ეკლესიაში ყალიბდა ეგრეთ წოდებული გარკვეული კანონიკური რეგულაცია. მაგალითისთვის, ნაჯვრის წერა და სხვა ბევრი, რაც მარხვაში იგზალება. ისინიც რომ განმარტოთ, თქვათ, რა არის მოღებული ამ თუ პერიოდში მსახურებიდან და რატო? ხო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თავარია პირველ რიგში ხაზი უნდა გაისვას, რომ მხოლოდ დიდი მარხვას უკავშირდება შეზღუდვები. ჩვენ პეტრე პავლობის ან მარიამობის ან შობის მარხვაში მსგავსი შეზღუდვები პირდაპირ არ გვაქვს. ნუ ჯვრის წერაზე კი, მაგრამ აი თუნდაც რა ვიყოთ, რა შეზღუდვებია დიდი მარხვაში, აი კანონებში რა გვხვდება? სრული წირვის ჩატარება. ხლა ვინც მორწმუნე ადამიანია, იცის, რომ აი დიდ მარხვაში ტარდება ეწოდებული პირველ შეწირულის ლიტურგიები, მსახურება, რომელიც შაბათ-კვირის გარდა ტარდება და რატო? წირვაც, ნახეთ როგორ შეფასებული, ეს არის საზეიმო მსახურება, საცოლის ხომ მსხვერპლი აღესრულება და ადამიანთა გამოხსნის საიდუმლოსთან გვაქვს საქმე. ეს არ არის გლოვის მსახურება ამ წუხარების. შესაბამისად, აღარ ვთქვით, რომ დიდი მარხვა ეს არის სულიერი გლოვის პერიოდი, ამიტომ შაბათ-კვირა მარხვათაც არ ითვლებოდა. და საერთოდ საეკლესიო კანონიკით, ხა ჩვენ შაბათ-კვირასაც კი მარხულობთ, მაგრამ მძიმე მარხვა არ შეიძლება, მაგალითად უცხიმო მარხვა. გარდა ერთი შაბათისა, რომელიც არის აღდგომის წინათვე, დიდი შაბათი. დანარჩენ შაბათ-კვირა, ამიტომ რადგანაც დიდი მარხვაში ჩვენ შაბათ-კვირა გემარხულობთ, მაგრამ თქვათ ის ადამიანი, ვინც უცხიმოზეა, შაბათ-კვირას არ აქვს უფლება, რომ ესეთი სიმკაცრე დაიცვას, უნდა განასხვაოს. ანუ ერთგვარი გახსნილებასთან გვაქვს საქმე.
ამიტომ შაბათ-კვირის გარდა კვირის შუა პერიოდში, ასე ვთქვათ, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით. ეკლესიამ ეს შეზღუდვა დააწესა, რომ სრული წირვა არ ჩატარდეს, ანუ საზემო განწყობა არ შექმნათ. ამ სულიერი გლოვის პირობის გამო. და ესე წერია, რადგანაც ადრეულ პერიოდში ქრისტიანები ხშირად ეზიარებოდნენ და მithumas დიდი მარხვა, რადგანაც ესეთი სულიერი გლოვის და ღვაწლის პერიოდი იყო, ზიარება ერთგვარი ნუგეში იყო მორწმუნე ადამიანისათვის. და კვირიდან კვირამდე უნუგეშოთ რო არ იყოს ადამიანი, წარმოიდგინეთ, ხშირად ეზიარებოდნენ, რომ შუა კვირაშიც შეწირული ძღვენის განახლება ეწოდებოდა ამას, რომ ანუ შაბათ-კვირას იკურთხება დამატებითი ტარიგი, ანუ ძღვენი, წმინდა ზიარება, რომელიც ინახება ცალკე და უკვე შეწირულია ეს. და უკვე შუა კვირაში ძირითადად საოთხშაბათი-პარასკევია გამოყოფილი, მაგრამ ეს პირობითად, თორე ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით ყოველდღე შეიძლება პირველ შეწირული ჩატარდეს. სამშაბათს და ხუთშაბათს. კი, რა თქმა უნდა. და უკვე ხდება ამ შეწირული ძღვენის ზიარება მორწმუნე ადამიანების. ამაზე ცნობები უძველეს წყაროებშიც გვაქვს იგივე მე-4-მე-3 საუკუნეებში, რომ დიდი მარხვაში მორწმუნეები იკრიბებოდნენ, წირვა არ ტარდებოდა, რაღაც ლოცვებს წარმოთქვამდნენ და უკვე ასებული ზიარებით ისევე ზიარებდნენ, ანუ ამით სულიერ საკვებს იღებდნენ. აი აქედან დაედო საფუძველი პირველ შეწირულ ლიტურგიებს. და შეზღუდვაც ამან განაპირობა, რომ საზეიმო მსახურება არ ჩატარდეს. ასევე არ შეიძლება წმინდათა მოსახსენებელი დღეების აღნიშვნა საზეიმოდ დიდ მარხვაში. შუა კვირაში იგულისხმება. ამიტომაც თქვა თუ მოხდა რომ აი თქვა აზრის დღესასწაული დაემთხვა, ან ფარველი ანგელოზის, ან განსაკუთრებული წმინდანის ხსენება, რასაც ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს, ხო ყავს ესეთები. იქ ტიპიკონურად ესეა, რომ ან უახლოეს შაბათ-კვირას უნდა იქნეს გადატანილი და იყო ესეთი წესით, რომ ზოგიერთ მონასტრებში, სანამ დიდი მარხვა დაიწყებოდა, წინასწარ აღნიშნავდნენ ყოველი წმინდანის ხსენებას, რომელიც დიდი მარხვაში დაემთხვა, რომ მერე ნაკლული არ ყოფილიყვნენ. ანუ ესეც და ამას გენეთლია ქვია. გენეთლია რას ნიშნავს? ანუ წმინდანის დაბადების დღე. და დაბადების დღე თითულება, როცა ის ფიზიკურად გარდაიცვალა, იმიტომ რომ წმინდანად ამ დღეს დაიბადა. და იმიტომაც საეკლესიო წესით წმინდანის ხსენება არის მისი ფიზიკური გარდაცვალების დღე. აი ხარების დღესასწაული ხდება ახლა ნების სამშაბათს და ამ შემთხვევაში როგორ უნდა აღვნიშნოთ? ნუ რა თქმა უნდა, დიდი დღესასწაულია, განსაკუთრებულად გვიყვარს. ყველა მისი დღესასწაულები, რომელიც ღვთისმშობელს უკავშირდება და საუფლო დღესასწაული. საერთოდ აღნიშნოს ხარების დღესასწაული აღდგომის შემდეგ მეორე განსაკუთრებული დღესასწაულია და საეკლესიო ლიტურგიული წელიწადი ხარებითაც კი იწყებოდა უძველეს დროს. და საერთოდ ფიქრობ, რომ დღე უკვე უნდა იყოს საყოველთაო იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელი ხარება. კი, ნამდვილად ესეთი განსაკუთრებულია. ამიტომაცაა, რომ ეს არის ადამიანთა გამოხსნის პირველი, ასე ვთქვათ, საწყისი, როცა უკვე ღვთისმშობელს ეცნობა. ამიტომაც ეს ერთადერთი დღეა, როცა რა დღესაც არ უნდა დაემთხვას, მარხვა ჩერდება. და ანუ ხსნილდება რა გაგებით, რომ ძიმე მარხვა არ ეგება ამ პერიოდში და ტიპიკონში ვითითებულია არათუ ღვინო და თქვათ ცხიმი, ანუ ზეთი, არამედ თევზიც კი. ანუ გახსნილება აი ამ დღეს. ამიტომ ხარება რა დღესაც არ უნდა დაემთხვას, თუნდაც ნების 7 ივლისს ეს პარასკევი იყოს ან რა, ყველა შემთხვევაში ის ამ დღეს ამსუბუქებს. მხოლოდ ამ დღეზე ეს გამონაკლისი დაშვებული. და შეზღუდვებს რაც შეეხება დიდ მარხვაში, კიდე არის ესე თქვათ დაბადების დღის გადახდაც, ესე გვეწერია კანონებში, მოდი რა იგულისხმება. საზეიმო თქვათ ხა დღევანდელი გაგებდი რესტორანში რომ გადაიხადო და გართობა და შეურაცხყოფაა დიდი მარხვის, თორე ეს არის გულისხმობა, რომ ახლა არ დაურეკვა ადამიანს და არ მილოცვა ამ დონეზე არ უნდა მივიდეთ და მომიგნოს აი რაც შეეხება პირველ შეწირული მსახურებას მე მომისმენი და გამიგე ესეთი აზრი და აი თქვენთან გადავამოწმოთ უხდება ცნობები რომ რადგან ჩვენ თვით რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა წინასწარი წირება ძღვენი და შემდგომ რომ ნუგეში იყოს ზიარება რომ აი თითქოს ბავშვებს არ აზიარებენ ან ბავშვებისთვის არ არის მაინდა-მაინც აუცილებელი თუ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა არ არის მოგზაურობა შერმით ის სწორია მიღებული არსებობს ამაზე რამე წყარო თუ არ აქვს მნიშვნელობა ზოგიერთ ეკლესიაში გვიან პერიოდში უფრო ალბათ მე-19 საუკუნეს უკავშირებდნენ გაჩნდეს ტენდენცია რომ პირველ შეწირულზე არ უნდა ეზიარონ ბავშვები ანუ რატო რადგანაც მსხვერპლი არ შეიწირება და ახლა ვისაც ვიზუალურად უნახავს რომ ეს ტარიგი რომელიც არის შეწირული იმავე დროს სისხლითაც ხდება მისი გაჟღინტვა იმიტომ რომ მსხვერპლი არ შეიწირება ბავშვებს ჩვენ ბავშვებს ხორცით ვერ ვაზიარებთ რომ ვერ მიიღოს მარტო სისხლი ჩვენ ახლა ამ დროს ღვინოს კი ვასხავთ იმის გამო რომ ადვილად მისაღები იყოს და ზოგიერთ ეკლესიაში ჩამოყალიბდა ესეთი აზრი რომ ეს ღვინო სისხლი არ არის უბრალოდ ეს არის დამხმარე საშუალება რომ შრალად არ მიიღოს ადამიანმა და ამიტომ ბავშვები არ უნდა ვაზიაროთ თუმცა რეალურად ეს აზრი არ არის ასე თქვათ საეკლესიო სწავლება ბერძნულოვან ეკლესიებში და ბევრ ეკლესიაში მაინც მიჩნეულია რომ დასაშვებია რატო ის ღვინო კი არ შეიწირება მაგრამ ამ ტარიგთან შეერთების შედეგად ისიც უკვე სისხლით არის გაჟღენთილი შესაბამისად ბავშვების ზიარება არის დაშვებული და ერთი კიდე არის რადგან ჩვენ საუბრობთ რომ თითქმარხვაში ყველაფერი გამორჩეულია განსაკუთრებული ზრუნვაა მიცვალებულებზეც ხო
ეს 40 დღიანი მოსახსენებელი ყოველდღიური ესაიდან იღებს ტრადიციას და რატომ განსაკუთრებით ამარხვაში და ვინმე არ გაიგოს რომ დაუშვათ სხვა დღეებში მიცვალებულს მოხსენიება არ ჭირდება ან ზრუნვა არ ჭირდება. აი ეს შაბათიც ახლა მიცვალებულთა შაბათი და განსაკუთრებულ შაბათები კიდე ეს სამი შაბათი ზედიზედ ემთხვევა. ეს მნიშვნელოვანი რით არის, რომ დიდ მარხვაში შეკვეთილი წირვები არის აკრძალული, ეგრეთ წოდებული. ან თქვათ 40-იც რო დაემთხვას მიცვალებულის ან რაღაცა დიდ მარხვაში წირვა არ აღესრულება მის სახელზე. შესაბამისად ადამიანი უნუგეში რო არ ყოფილიყო, ამიტომაც პანაშვიდები იქნა დაწესებული დიდ მარხვაში, რომ თუ ინმეს დაემთხვა ან 40-იან გარდაცვალების დღე, ეხლა ჭირის უფალი უნუგეში თუ არ იყოს და არ თქვას, აი აღდგომა მორჩეს და მე ცეთ შენს მიცვალებულს პატივი, ერთადერთი მიზეზი ეს არის ამისი, თორე რა თქმა უნდა მიცვალებულთა მოხსენიებას რეგულაციები არ აქვს და ვადები ნებისმიერ დროს შეიძლება მათზე განსაკუთრებულად ვილოცოთ და რაც შეეხება ჯვრისწერის შეზღუდვასაც, აი ამაზეც მინდა და ყურადღების გამახვილება. Ну, ეხაც რა თქმა უნდა კანონით ხოლო დიდ მარხვაზე დაწესდა ჯვრისწერის აკრძალვის რეგულაციაც, თუმცა მოგვიანებით მე სხვა მარხვებზეც გავრცელდა ესე ავტომატურად. შობის მარხვაშიც არ წარენ ხოლმე ნათლისღებამდე. Ну, ეს რამდენად თქვათ სწორი არის და კანონიკურად გამართლებული. საერთოდ ეს იგივე პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის მარხვის ხანგრძლივობას იყო თითოკვირიანი. ახლა ერთი კვირა ჯვარს თუ ვერ დაიწერდა ადამიანს არაფერი პრობლემა არ იყო, თუმცა კანონით ამ მარხვებში ჯვრისწერა აკრძალული არ არის. და ზოგიერთ ეკლესიაში იგივე პეტრე-პავლობის და შობის მარხვაში ჯვრისწერა დაშვებულია. ერთადერთი მარიამობის მარხვაში იკავებენ თავს როგორც ქალწულისადმი მიძღვნილი ეს ამ სიმბოლოდან. თუმცა ეს არის ადგილობრივი ეკლესიების კომპეტენცია, თვითონ როგორი ტიპი კონიც აქვს, შეუძლია ესე გადაწყვიტოს. მაგრამ აქ არის მიზეზი ჯვრისწერის აკრძალვისაც, რომ აი ესეც უნდა ვიცოდეთ, აი ბევრს გონია რომ უკვე ცოლქმარია და მაშინ რა აზრი აქვს და დავწეროთ ჯვარი და თუ ჯერ ცოლქმარი და ანუ ესე რომ ვთქვა თანაცხოვრების დონეზე დაყავთ ეს საკითხი. თანაცხოვრების გამო არ არის აკრძალული დიდ მარხვაში, ასე ვთქვათ, ჯვრისწერა. აქაც იგივე საზეიმო, ეს არის ზეიმი ადამიანის ცხოვრებაში დღესასწაული და რის გამოც წირვა შეიზღუდა, რის გამოც წმინდათა ხსენების დღე შეიზღუდა, რის გამოც დაბადების დღე შეიზღუდა, იგივე მიზეზით აიკრძალა ჯვრისწერის აღსრულება. ამიტომ ის მოტივი რომ უკვე ცოლქმარი არიან და მაშინ აზრი არ აქვს და დავწეროთ, არაფერ შუაშია. მაშინ შეიძლება გაჩნდეს კითხვა რომ ნათლობა სიხარული და ზეიმე და ნათლობა რატო არის დაშვებული? აი გეტყვით მაგაზეც. სხვადასხვა ნათლობის ჩატარებას არ შეიძლება შაბათ-კვირის გარდა დიდ მარხვაში. მაგრამ შაბათ-კვირა შეიძლება. კი, იმიტომ შაბათ-კვირა არის თუ მძიმე მარხვა. და რადგან ეს მაინც ადამიანთა გამოხსნის საიდუმლოა, ამიტომ ახლა ქორწინების მსგავსად ეს არ აიკრძალა საყოველთაოდ, მაგრამ აი ორშაბათინა პარასკევის ჩათვლით თუ რაიმე საგანგებო შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, თქვა მომაკვდავი ადამიანი ან რაღაცა, შაბათ-კვირის გარდა წესით ნათლობაც არ უნდა შესრულდეს. ამაზე გვაქვს ესეთი თქვა კანონიკური მითითებები და რეგულაციები. არაფერი არ უნდა გადაფაროს სიხარულთან ზემოთ. აი დიდი მარხვა არის ისეთი პერიოდი, რომ არანაირმა ადამიანურმა სიხარულმა თუნდაც საეკლესიო დღესასწაულმა არ უნდა გადაფაროს აი ეს სულიერი გლოვის პერიოდი. ამავე მოტივით არის აკრძალული იგივე ბრწყინვალე შიდულში რო არწერთ ჯვარს. რატო ეს უკვე გლოვა არა, მაგრამ ეს არის საუფლო სიხარული, აღდგომის სიხარული და იქაც ადამიანურმა სიხარულმა არ უნდა გადაფაროს ეს საუფლო სიხარული. ისე რომ ეს ამხრივ ძალიან საინტერესო რეგულაციაა დიდ მარხვასთან დაკავშირებით და აი იგივე რაციონთან დაკავშირებითაც მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ აი როგორ უნდა იმარხულოს ერის ადამიანმა, ან როგორ რა თქმა უნდა ჯერ ერთი ამას ყველა თავისუფლიერ მოძღვართან არეგულირებს დღევანდელი გაგებით, მაგრამ აი საყოველთაო წესი როგორ იყო? კი, რა თქმა უნდა. უნდა განვასხვაოთ მონაზონთა და ერისკაცთა მარხვა, ეს არ შეიძლება ერთნაირი იყოს. ოდითგანვე განსხვავებული იყო, წეღანაც ეს ვახსენე. გარდა ამისა, უშუალოდ მარტო საკვებზე არ უნდა მოხდეს აქცენტირება, აქ ზოგადად თავშეკავებულ ცხოვრებაზეა საუბარი, რომ ადამიანმა თავისი თავი გამოასწოროს სხვადასხვა მანკიერებებისაგან, ანუ ცუდი ჩვევებისაგან. რაც შეეხება თვითონ მაინც ასე ვთქვათ, ხორცი საჭმლით საკვებით მარხვას, აქაც როგორაა დადგენილი, რომ ნახეთ, რომ იქ წერია კანონში, რომ თუ თქვა აქალმა იმშობი არა ნების შვიდულში, თუმცა მაშინ თქვი თუ ეს ერთკვირიანი მარხვა იყო. უნდა გააგრძელოს მან ეს ძიმე მარხვა თუ შეიძლება შემსუბუქება და ესე წერია, რომ საკვებით მარხვა ეს დადგენილია ხორცის მოსაუძლურებლად, დასასუსტებლად. და თუ ადამიანი ხორციელად სხვა მიზეზით უკვე დასუსტებულია, მას დამატებით საკვებით დასუსტება აღარ სჭირდება. შესაბამისად, თუ შეიძლება ამ საკვებით შეზღუდვამ კიდე დამატებით გამოიწვიოს მისი ჯანმრთელობის შერყება, ან სხვა რაიმე პათოლოგია, რომელიც შეიძლება საერთოდ სიცოცხლის მოსპობამდე მიიყვანოს ადამიანის საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ეკლესიის მიზანი არ არის ადამიანის ხორციელი. ძალიან კარგი მაგალითი ხდება, რომ რამდენად ესე იგი გასაფიქრებელია, რომ მხოლოდ საკვები არ არის მარხვა.
და შეიძლება ადამიანმა მიიღოს ხორცი და იმარხულოს გამონაკლისის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეგეთი შემთხვევებიც ყოფილი, ახლა არის ადამიანი ონკოლოგიურად დაავადებული. და აუცილებელია წამალია მისთვის ხორცი. აუცილებელი. ამიტომ ჩვენ ესე მომაკვდინებელ ცოდად არ უნდა მივიჩინოთ. აი ხშირად არასწორი წარმოდგენა გვაქვს. ახლა ჩვენ ცალკეული წმინდანების ცხოვრებას ვკითხულობთ, იქ არის რომ ყველაფერზეა ეს მისი პირადი ღვაწლი იყო. ეს არ წარმოადგენს და ცალკეული შემთხვევა გრიგოლ ღვთისმეტყველიც კი ამბობს, არ არის ეკლესიის სწავლება. ცალკეული შემთხვევა არის ცალკეული შემთხვევა, რაც ღმერთის განგები დაიშვა, გამ ეს არ წარმოადგენს ეკლესიის საყოველთაო ტრადიციას და წესს. საყოველთაო წესი არის ის, რაც საეკლესიო კანონიკაში არის ასახული, რაც კრებების მიერ არის დადასტურებული და აი ამ ხრივ ახლა რაზეც ვისაუბრე, ეს არის კრებების მიერ დადასტურებული. და ესეთი პედანტური მიდგომა სხვა იგივე თქვა და კანფეტი გვაჩუქეს და კითხულობ ანოტაციას რამე. ეხლა პავლე მოციქული ამბობს, რომ ვინმე ესთან რომ მიხვალ, რასაც დაგიდებენ მადლობით მიიღე. то მაცხვარს ამბობს, რომ არათუ პირით შემავალი შეაგინებს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი. აი, ეხლა მე უნდა ვაღიარო ხანდახან მქონია, რომ მღვდელს მოუწია. მღვდელს. დაიკითხები. ან არ მე მინახავს რამე ხო არ არის შედგენილი. მე ვთქვი ჭამეთან მეუნება და მე არ მიჭამია რომ ვაი და ის არ იყოს და გეგონება ეხლა მარტო ამით თუ დავარღვია სხვა არაფერი არ შემიწოდავს. ჩემთვის საერთოდ უკითხავთ, შემითავაზებდი და მასამარხოა მეკითხება. კი, ეგეც ყოფილა. ხო, ან ტრაპეზეზე ხარ ეპისკოპოსთან, მღვდელთან და რაღაცაზე თავზე გავარ. სამარხო ხო არ არის რამე. ხო, ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ აი ესეთ პედანტურ დონეზე არ უნდა დავიყვანოთ მარხვა. და ესეც აი წეგან საუბრობდი, თუ შინაარსი არ გესმის, ეს გარეგნული მოწესეობა ადამიანის შიხში შეიყვანს და რა ჩიხი? ან შეიძლება ჩავარდეს დიდ ხილში, და სულიერი დესპოტიზმი გამოავლინოს უკვე ოჯახის წევრების მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ, ან პირიქით ამოწუროს თავის ეს რესურსი და საერთოდ შეეშვას ეკლესიურ ცხოვრებას. შეუძლებელია ესეთი გარეგნული, მშრალი მიდგომი საეკლესიო ცხოვრების მიმართ ადამიანმა სტაბილურობა შეინარჩუნოს საეკლესიო ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსის წოდომა და სწორი გააზრება ამ ყველაფრის, რომ რეალურად ადამიანი, ღმერთი ადამიანისგან რას ითხოვს? წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი პირდაპირ გაგებით. ანუ ადამიანის გულის მოლმობიერება. ეს ამ მნიშვნელოვანია. მასხვარი ქადაგებას რით იწყებს, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია ცათა სასופველია. ანუ ეს მარხვაც ეს არის ადამიანში სული სინანულის გზნობის გამომწვევის საშუალება, რომ ადამიანი უფრო მეტად დააფიქროს საკუთარ თავზე. და ჩვენ ადამიანების სხვების ცხოვრებით ცხოვრობთ. რაც არ გინდა ახლა თითქოს ორიენტირებული ვიყოთ საკუთარ თავზე, საკუთარ აღზრდაზე, საკუთარი ხასიათის გამოსწორებაზე. მაინც აი რომ დავაფიქრდეთ, დიდი წილი ჩვენი ყურადღებისა სხვა ადამიანების ცხოვრებაზეა გადატანილი და არა ჩვენ ცხოვრებაზე. აი დიდი მარხვა ეს მაინც არის ასე ვთქვათ კონცენტრირება საკუთარ თავთან და მაქსიმალურად, ანუ რომ შეძლოს ადამიანმა საკუთარი თავის რეალური დანახვა. რა არის თით როგორც სარკეშური ხედები ადამიანი. მამალანგინოს ზოგს ესეთი შეხედულება აქვს, რომ ის სულიერი გლოვის პერიოდი რაზეც საუბრობს, რაღაცნაირად გარეგნულადაც უნდა ეტყობოდეს და ძაძებით იყოს შემოსილი და რაღაცა ცოტა ჰიგიენაც ნაკლებად დაიცვას და ამასთან დაკავშირებით წერია ხო ძალიან კონკრეტულად. ხო, ან ძალიან დამწუხრებული. ძალიან კაი ცოცხალ კითხვებს ასვათ და მიხარია რომ ამაზე ყურადღებას ამახვილებთ. სახარებაში პირდაპირ გვიწერია, როცა მარხულობ, ნუ იქნებ როგორც ფარისეველი, წუხარე სახით და ძაძამოსილი. არამედ თავზე ზეთი იცხე, პირი დაიბანე და ხალხს ეჩვენე მხიარულად. ანუ წეგან როგორც თქვით, როგორც ის 4 პარასკევის მარხვა, მარცხოვრის ხორციელ ტანჯვას კი არ გლოვობთ პირდაპირ გაგებით დამხრებას იმაში. ანუ ჩვენ სულიერ მდგომარეობას კაცობრიობამ თქვა ჩვენი სახით რა ჩაიდინა. ამას გლოვობთ, ამ უძლურებას. იგივე როცა ადამიანი ღვაწლშია, ან სულიერ გლოვა ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას და შეფასებას და არა ის რომ იმიტირება რომ თითქოს წუხარებაში ხარ და თითქოს ჯიხს იცემ და რაღაცა. ეს ყველა შემთხვევაში უკვე ან ხიბლისკენ მიდრეკილება, ან რაღაც არაჯანსაღი გამოვლინება. ისე რომ გარეგნული ფორმით ადამიანში განსხვავება არ ხდება. ეს არასწორია. უფრო მეცაც გეტყვით, გვაქვს ესეთი კანონი, რასთან დაკავშირებით, რომ იყო ესეთი პერიოდი ცალკეულ ეკლესიებში, რომ ქრისტიანები რო ინათლებოდნენ, გრძელთმებს უშვებდნენ და შუაზე გაყოფილს, ანუ მაცხოვრისთვის რომ მიებაზათ. ნუ უფრო მამაკაცებზია საუბარი. და კანონმა ეს აკრძალა. რის გამო? რომ ჩვენ მაცხვარს არა გარეგნულობით უნდა მივბაძოთ, არამედ მის სწავლებას და რაც გვასწავლა. აი ამ კუთხით უნდა იყოს ჩვენი მიმაძველობა. ძალიან საინტერესოა მოგონგოს ალბათ პერიოდულად დაგვიხარდებოდა მოხალხეობა მახოს პერიოდში. უგრმესი მადლობა. იმიტომ რომ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც არ ვიცით და თუ არ ვიცით, არასწორად ვაკეთებ ცხადია და მნიშვნელოვანია რომ ვიცოდით შინაარსი რატო არ შეიძლება რაღაც ეკლესიაში ან რატოა დაშვებული. უგრმესი მადლობა. თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი გვესაუბრა. ვაგრძელებთ გადაცემას, მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და
გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ვაგრძელებთ საინტერესო თემით ჩვენს გადაცემას. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანისა და საზოგადოება ივერიისას თანამშრომლობით ჩატარდა სასწავლო ლექციათა ციკლი სახელწოდებით ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები. ლექციათა ციკლს ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის დოქტორანტი თორნიკე გოგინაშვილი და თემაზე სასწაუბროდ მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები. თორნიკე გოგინაშვილი, კომუნიკაციების მენეჯერი, ასევე ჩვენთან სტუმრად წამდება ქალბატონი თამარა თმათიაშვილი და ასევე ჩვენი სტუმრია კურსის ხელმძღვანელი თორნიკე გოგინაშვილი, როგორც გითხრა, ასევე ცოტნე ხუციშვილი, ლიდერთა სკოლის მოსწავლე. მოგესალმებით სტუმრებო. მოგზაინებისთვის, თორნიკე თქვენი დავიწყებთ, რადგან ხელმძღვანელობდით, ესე იგი ამ კურსს, რამდენი ხანი მიმდინარეობდა ეს და უბრალოდ რომ გითხრათ შინაარსი, აზრი, მიზანი, რამაც განაპირობა ამ კურსის ჩატარება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ალბათ უნდა ითქვა, საერთოდ სანამ დავიწყებთ ამ კურსს ლაპარაკს, ვინ შექმნა ეს კურსი, ან საზოგადოება ივერისა ვინ არის. საზოგადოება ივერისა 2010 წელს უწმინდესი სტუმეტარის სილამუროს საკუთრებით დაარსდა. მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობით დაიწყო და საზოგადოება ივერისა მას მერე ძალიან ბევრი გზა გაიარა, ძალიან ბევრი მიმართულებით. იგი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, იქნება ეს საგანმანათლებლო, იქნება ეს კულტურული მემკვიდრეობის მოლაპარაკება და ღირსეულად წარმოჩენა თუ სხვა. აი სწორედ ამ საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება იყო დავითიანთა თანამშრომლობა. საზოგადოება ივერისას აქვს ფასეულობითი განათლების კურსები.
გვაქვს ჩვენ როგორც დიდებისთვის 5 თვიანი კურსი, ასევე სკოლის წმინდა გიორგის ქართული ბრიტანული სკოლის ბაზაზე დიალოგების კურსი და ჩვენ როდესაც გაჩნდა სურვილი რომ დავითიანთან ქონოდა ურთიერთობა, რაღაცა ცალკე კურსი შევქმნით ლიდერთა სკოლისთვის, რომელიც 12 შეხვედრას მოიცავს და ის ძირითადად ეხება, როგორც თქვენ სათაური კარგად წარმოაჩინეთ, ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები. ხლა რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ აი ამ გლობალიზაციის პერიოდში ძალიან ბევრი მხრიდან, შეიძლება თითქმის ყველა მხრიდან ადამიანს სხვადასხვა იდეოლოგია უტევს და უნდა შეძლოს განსაკუთრებით ახალგაზრდამ, რომ გაარჩიოს რა არის მართებული და რა არის არამართებული. იმისთვის რომ გაარჩიოს ადამიანმა რა არის მართებული და არამართებული, ამისთვის გჭირდება მსოფლმხედველობა, სწორი მსოფლმხედველობა გჭირდება. რომ მსოფლმხედველობა რა, გაიგო რა არის შენს გარშემო არსებული სამყარო და შენ შინაგანად ვინ ახარ. ანუ სხვანაირად თუ ვთქვათ, გამოიკვლიო შენი იდენტობა ვინ არის და შენს გარშემო ადამიანები ვინ არიან. ამისთვის კი საუკეთესო მოცემულობა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის არის უმთავრესად რელიგია, რელიგიას მერე შემდგომ ფილოსოფია მოყვება, მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და ასე შემდეგ. აი ვფიქრობთ რომ აი ეს ქრისტიანული ბაზისური ელემენტები წინ წამოწყობილი რადგანაც აქვს, აი ეს არის რომ ქრისტიანობა არის სწორედ ის ერთადერთი რელიგია, რომელსაც შეიძლება რომ სწორი მსოფლმხედველობა დაიყვნოს და ადამიანმა აი ამ გაურკვეველ დღეში რაღაცა სწორი ორიენტირება გზამკვლევად გამოვიყენოთ. შვენიერი ესე ფორმულირება იყო. თამარა, აი ბატონი თორნიკე ხელმძღვანელობდა ლექციათა ციკლს, რომელზეც ვსაუბრობთ და საინტერესო ვინ იყვნენ სხვა ლექტორები, მენტორები თუ აი როგორ შეიძლება ისინი მოიხსენოთ, პედაგოგები, ასევე აუდიტორია, ვისთვისაც ტარდებოდა ეს ლექციები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აუდიტორია, რომელიც უსმენდა ბატონი თორნიკეს კურსს და არა მხოლოდ მას, ეს არის ლიდერთა სკოლა. ლიდერთა სკოლაში მოსწავლეები არიან დაკომპლექტებულები პროექტ წიგნიერი ლიდერის გავლის შემდეგ, ანუ მე-10 კლასელები, რომლებმაც უკვე ერთწლიანი სასწავლო პროგრამა გაიარეს დავითიანში, პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში, ამის შემდეგ უკვე დაკომპლექტდნენ აქედან ლიდერთა სკოლის მოსწავლეები, ანუ უკვე შემდგომი წელია მე-11 კლასის მოსწავლეები არიან და უკვე იმ ლიდერულ თვისებებზე მუშაობას, იმ პროექტების წერაზე მუშაობას და სხვადასხვა ზოგადად ამ რელიგიურ საკითხებზე ფიქრს და ასე რომ ვთქვათ ცნობიერების ამაღლებას უკვე სხვა ეტაპზე გადადიან უფრო ასე რომ ვთქვათ მაღალი დონით თუ შეიძლება ასე ითქვას, მიეწოდებათ ეს ინფორმაცია ჩვენთან და იღებენ სხვადასხვა გამოცდილებებს. პირველი რაც ჩატარდა ლიდერთა სკოლაში, ეს იყო ის კურსი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები, თუმცა და ამ კურსის განმავლობაში მხოლოდ თორნიკესთან ჰქონდათ შეხვედრა მოსწავლეებს. 12 ლექცია თქვენ ჩაატარეთ, ხო? დიახ, 12 ლექციას ბატონი თორნიკე ხელმძღვანელობდა, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, ახლა ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან, სხვადასხვა რაკურსით რომ მივაწოდოთ ის ინფორმაციები, რაც ამ ახალგაზრდებს შესაძლებელია რომ მომავალში ცხოვრებაში გამოადგეთ და თუნდაც პიროვნული განვითარებისთვის და თუნდაც ის რომ შემდგომ ხო, მათი განვითარებით ვიღებთ იმას, რომ კარგი ახალგაზრდები, ასე რომ ვთქვათ, პიროვნულად განვითარებული ახალგაზრდები ეყოლება ჩვენს ქვეყანას, ხო? და გაეცნობიან სხვადასხვა მრავალ ასე რომ ვთქვათ, საკითხს, მრავალი მიმართულებით, დიახ. ცოტნე, აი მინდა კითხო თქვენ წარმოადგენთ ლიდერთა სკოლას სწორედ და რა იყო თქვენთვის საინტერესო ამ ციკლში, რა მიიღეთ, რამდენად მოხდა იმის გააზრება, რაზეც აი შესანიშნავად ჩამოყალიბა თორნიკე, მე გიგ ზააკვლევად დაგვისახა შინაარსი და რა მოგცათ თქვენ? ლიდერთა სკოლა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში. და რომ გავიგე რომ აქ მოვხვდი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მეც დაინტერესებული ვიყავი ამ საკითხებით და რაც შევისწავლეთ წინა წელს დავითიანში, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაღრმავებით შევისწავლეთ წელს. ფილოსოფია შევისწავლეთ და პირადად მე რამაც დამაინტერესა ყველაზე მეტად და რამაც განმავითარა ვიტყოდი, იყო სიკეთე და ბოროტების ლექცია თემა. სიკეთე და ბოროტების და კონკრეტულად ის რომ ყოველი კეთილი რასაც ადამიანი აკეთებს, მოდის ღმერთისგან და არა შენი პირადი საქმე. ყოველი შენი ჩადენი საქმე არის ღმერთის მადლით და არა შენი რომ შენ გააკეთე კარგად. კი ბატონო. კეთილი. და ეს გამის გაანალიზება რომ ყოველივე კეთილი შენი ჩადენილი კეთილი ეკუთვნის ღმერთს და არა პირადად შენი
გეხმარება, რა ქვია, თავმდაბლობის გაძლიერებაშიაც. თავმდაბლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, თავმდაბლობა არის ის რითიც ეშმაკი უნდა დაამარცხო და რითიც მას უნდა აჯობო. იმიტომ მას თავმდაბლობა არ გააჩნია. სხვა ლექციები, ან სხვა თემებიც თუ გახსენდება განსაკუთრებულად სხვა თემები იყო იდეოლოგიების თემა, რამაც დაიჭირა ჩემი ყურადღება და იქ ნახეთ, რომ იდეოლოგია ყოველთვის ეფუძნება არასოდეს არ არის იდეოლოგია გამართლებული, რადგან ისინი ეფუძნება აი დედამიწაზე 64-ის შექმნას უმეტესად ფილოსოფიის იდეოლოგიები. და არ არის იდეოლოგიები ძალიან კარგი ადამიანის ცხოვრებისთვის და უმეტესად ვოროტებას ეწინააღმდეგებია. თქვენი ესე იგი შეფასება, გამოხმაურება როგორი იყო და შედეგი აი ამ ლექციებისა, ციკლისა, ლექციების მოსწავლეებიდან და მსმენელებიდან გამომდინარე და მათი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, იმიტომ რომ ხა თქვენ წარმოვიდგინეთ საკითხები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არ ისწავლება ეს ხელახების სკოლაში. ჩვენ გვესმის აი სიკეთე და ბოროტება, გვესმის თავისუფლება. ძალიან ბევრი რაღაცა გვესმის, მაგრამ საკითხავია ის თუ როგორ ვიაზრებთ ამ ყველაფერს, ხო? თუ თანამედროვე სამყაროს, ესე იგი პოსტმოდერნულ სამყაროს დაუჯერებთ, იმდენი ჭეშმარიტება არსებობს, რამდენი სუბიექტიც არის. და ყველაფერი თავი და ბოლომდე სუბიექტივიზმამდე დაყავთ ადამიანებს. ამიტომ საკითხები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, არ იყო მხოლოდ რელიგიური პერსპექტივით, არ იყო მხოლოდ ფილოსოფიური პერსპექტივით. ეს ფაქტობრივად ყველა პერსპექტივით იყო. ჩვენ თავისუფლება განვიხილეთ ისეთი რელიგიური მიმართულების ქვეშ, როგორც არის პანთეიზმი, მაგალითად, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი და სამყარო იგივეა და თუ სამყარო იგივეა, რაც ღმერთი შესაბამისად, მაშინ ყველაფერი, რაც ამ სამყაროში ხდება, ღმერთისგან ხდება, ღმერთი აკეთებს და შენ ალტერნატივა არ გაგაჩნია, ესე უნდა იყოს და მორჩა. ამ ადამიანებს, აი ამ ახალგაზრდებს ძალიან კარგი მიმღებელობა ჰქონდათ. ეხლა მიმღებელობა ამას, იმიტომ კი არ ვიძახი რომ დაუშვათ, ან კითხვა არ დაისვა. ძალიან კარგად აცნობიერებდნენ ამ ყველაფერს და ისეთ კითხვებს სვავდნენ, რომელიც ხვდებოდი, რომ ლექციის ჩატარების შემდგომ მათ გაიაზრეს ეს ყველაფერი. წინასწარ შემთხვევაში მაშინ ასეთ კითხვას ვერ დასვა, შინაარსობრივ კითხვას ვერ დასვა. და ეს რომ მოუწურავდით ერთ საათს გადავაჭარბებდით და კიდე გადავაჭარბდით და მეორე ჯგუფიც მოვიდა და მე უკვე ძალაზე ვიყავით, რომ წადი. ანუ დისკუსიებსაც მოიცავდა ლექციების ფორმატი. და კი იცით რა, ფორმატი ზოგადად როგორც აი საზოგადოება იერისაც ცდილობს რომ ადამიანებს მიაწოდოს ეს ყველაფერი, ხო, განსაკუთრებით ბავშვებში ეს დიალოგების ფორმა არის და დიალოგი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთ თემოვე საკითხზე ვცდილობთ რომ ვისაუბროთ აი ჯანსაღი აზრის გასვლა გამოსვლის ფორმატში. ამიტომ აი მათ შედეგებსაც დავუშვენებს ის მონდომება, რაც მათ აი ბოლო დასკვნით გაკვეთილზე შეიძლება ასე ითქვას, პრეზენტაციები რომ წარმოადგენს რა, თითოეული შეეცადა რომ რაღაცა თავისი თვალით დაენახა, ზოგმა შეძლო რომ რაღაც ფილმებზე გაევლო პარალელი, ზოგმა თავისი იდეა წარმოაჩინა დაუშვათ მეცნიერებას და რელიგიის, ზოგმა ერთ-ერთმა ეხა უცებ გამახსენდა და თავისუფლება მამარდაშვილის ფილოსოფიასთან რაღაცა პარალელები დაიჭირა. ანუ ჩვენ რო დავიწყეთ ეს კურსი გასწრებით შეხვდა რომ ქონდა ის რაღაცა ვთქვით, რომ ჩვენ შევეცდებით რომ თქვენი ტვინები გავაღიზიანოთ. და აი დასკვნითი შეხვედრა რომ იყო და დამაგვირგვინებელ და ჯილდოების გადაცემის და იქაც აღნიშნეთ რომ მე მგონი ეს მოვახერხეთ და გავაღიზიანეთ. ტვინებით იყვნენ მასო. დიახ, გაღიზიანებული ტვინებით. თამარ, რადგან დღეს იმყოფები ჩვენთან სტუდიაში და ამაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ წარმატებული იყოს ლისკეთა ციკლი, გაგრძელდება თუ არა და იქნება თუ არა ეს სხვა, იმიტომ რომ ალბათ რო ვისმენთ, აუსმენთ ცოტნეს, ბევრ შეიძლება გავუშვდეს სურვილი, რომ მათაც დაინტერესო და იქნება თუ არა ეს რაღაცა მრავალჯერად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენს დავითიანსაც და საზოგადოება ივერიასაც აქვს სურვილი იმის, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს, ანუ ეს ლექციათა კურსი გაგრძელდეს დავითიანში, რადგანაც ლიდერთა სკოლის ეს მოსწავლეები ახლა 1 წლით არიან ჩართულები და ახალი ნაკადს უკვე მივიღებთ შემდეგ წელს, შესაბამისად წელიწადში ერთხელ მოხდება ამ კურსის განახლება. რაც შეეხება ინტერესს და უკუკავშირს მოსწავლეების მხრიდან იმდენად მაღალი და იმდენად ასე რომ ვთქვათ დიდი იყო მათი ჩართულობა, ეს თავად ლექტორმაც აღნიშნა და თვითონ დავითიანის ასე რომ ვთქვათ გუნდის წევრებიც ხედავდით ჩვენ ამ ყველაფერს და რაც თავარი არის რომ რა კატეგორიის ხო ასე რომ ვთქვათ რა მსოფლმხედველობის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც ამ ლექციით ინტერესდებოდნენ. შეიძლება ვიფიქროთ რომ რადგან დავითიანი მაინც ასოცირდება საპატრიარქოსთან და რაღაც მართლმადიდებლობასთან არ ნიშნავს რომ ჩვენი მოსწავლეები ყველას აქვს ისეთი მსოფლმხედველობა და ისეთი ასე რომ ვთქვათ შეხედულებები, რაც აი ამ ჭრილით შეიძლება უყურებდნენ. აქ არიან განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული
მოსაზრებების მქონე მოსწავლეები, რომლებიც პირველ რიგში არის ის, რომ თავს კომფორტულად გრძნობენ, არ უჭირთ მის გამოხატვა, თქვა თუ რას ფიქრობენ და ღია არიან აზრის დაფიქსირება, დიახ, განსხვავებული აზრის საწინააღმდეგო განსხვავებული აზრის. დიახ, და ეს კომფორტი მათ აქვთ, ანუ კიდევ რაც არის მთავარი, რომ ჩვენ გვაქვს ასე რომ ვთქვათ, სარგებლობთ მათი ნდობით და თუნდაც მეგობრული გარემო არის მათთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს ყველაფერიც, ხო და იმის თქმა მინდოდა, რომ ეს არიან ის მოსწავლეები, ის ახალგაზრდები, რომლებიც მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, მაინც ინტერესით არიან ჩართულები და აქვთ იმის სურვილი, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი და მეტი გაიგონ და მოისმინონ თუნდაც ქრისტიანული შეხედულებების შესახებ და თუნდაც აი ამ ასე რომ ვთქვათ, ღირებულებების შესახებ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და ეს პროექტი და იმედი მაქვს, რომ როგორც აღნიშნეთ, არაერთხელ მოგვიწევს საუბარი ჩვენ სტუდიაშიც სხვა შემდგომ მონაწილეებთან. დიდი მადლობა. მადლობა. კურსის ხელმძღვანელი თორნიკე გოგინაშვილი, კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიშვილი და ლიდერთა სკოლის მოსწავლე ცოტნე ხუთიშვილი გვესაუბრებოდნენ ამ ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ. და ვაგრძელებთ გადაცემას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრიდან. ახლა ჩაგვერთვება ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი, სადაც გამოცხადდა კონკურსი ნახატები ბიბლიურ თემაზე. თუ რას მოიცავს ეს კონკურსი, ნინო უკვე ჩართვისას მეც გვეტყვის ამ თემაზე. დილამშვიდობისა ნინო. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა თაობის განვითარებაზე ზრუნვას და ამისთვის არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ამჯერად მე ახალი კონკურსის შესახებ მოგიყვებით, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ნახატები ბიბლიურ თემაზე, ასე ეწოდება კონკურსს და ის 3 ტურისგან შედგება. ჩემთან ერთად ახლა არის სამების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიის და ფილოლოგიის დოქტორი დეკანოსი ბიძინა გუნია და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ ამ კონკურსის შესახებ. დილამშვიდობისა, მამა ბიძინა. უპირველესად მინდა კითხოთ ზოგადად ახალგაზრდული ცენტრის მნიშვნელობაზე. როგორც აღნიშნე, ძალიან დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდების სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაში და მოკლედ რომ გითხრათ, რა როლი აქვს ახალგაზრდულ ცენტრს? სულიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სწორედ ეს ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ჩართვას ეკლესიურ ცხოვრებაში, ასევე მათი ცნობიერების ღვთიურ ცნობიერებასთან დაკავშირებას. ერთ-ერთ ეპისტოლეში მისი უწმინდესობა ბრძანებს, რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს მოვლენების სულიერი აღქმა. და ამაში დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა პროგრამები და ღონისძიებები, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრში ხორციელდება და ერთ-ერთი არის განსაკუთრებული ნახატები ბიბლიურ თემებზე. როდესაც ბავშვები ასაკობრივი პერიოდები 6-დან 18 წლამდე და 3 ქვეჯგუფად იყოფიან, იქ ნოის კიდობანთან დაკავშირებულ, ჯვარცმასთან დაკავშირებულ, ამაღლებასთან, ფერისვალებასთან და სხვა ბიბლიურ თემებთან დაკავშირებულ ნახატებს ასრულებენ, ისინი ცნობიერად ჩართულნი არიან ამ საეკლესიო მსახურებაში, საეკლესიო ცნობიერების ველში და მათ უადვილდებათ მოვლენების სულიერი აღქმა. რისი მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ და მათ მიერ დახატული ნახატები მათ გონებაში მთელი ცხოვრება აღიბეჭდება. სწორედ ეს გახლავთ ეს ნაბიჯები, პირველი ნაბიჯები, რითაც სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თუნდაც ამ პერიოდისთვის და ამ ეტაპისთვის არიან ეკლესიურნი, განეწყობიან ეკლესიური აზროვნების და ეკლესიური ცნობიერების მიმართ. ასე რომ შედეგი ძალიან კარგია. თან აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მასიური გახლავთ და ყველა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და აღმოჩნდება, რომ ადამიანებში, ბავშვებში არის დავანებული ძალიან დიდი ნიჭი და ხანდახან ჩვენ ვხვდებით უსაზღრო ძალიან მნიშვნელოვან ნახატებს და რითაც მათაც უსწრებათ სურვილი, რომ ამ მიმართულებით გააგრძელონ მოღვაწეობა. ყველაზე ასევე გაცნობებთ, რომ 19 თებერვალს 3 საათზე ამ დარბაზში მოხდება გასულ წელს
მიღებული ახალგაზრდების დაჯილდოება პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულების და მათ გადაეცემათ საპატიო სიგელები, ასევე სიგელი და ვაუჩერები გადაეცემათ სპეციალური, რითაც მათ შეეძლებათ სხვადასხვა ნივთების შესყიდვა, რაც მათ ხატვაში, ფერწერაში დაეხმარება და ყველა აქტიურ მონაწილეს ასევე გადაეცემა სიგელი და ამ გადაცემის ცერემონიალს ხელმძღვანელობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანი, რომელიც გახლავთ ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი. მამაო, თქვენ როგორც აღნიშნეთ, შარშანაც ჩატარდა ეს კონკურსი და მინდა კითხოთ, სულ რამდენი წელია იმართება და ახალგაზრდების ჩართულობას როგორ შეაფასებდით? თითქმის 2 ათეული წელია იმართება და მოგახსენებთ, რომ რაოდენობა იზრდება, აი 20 წლიდან 19 წლიდან დაწყებული ნელ-ნელა ბავშვების რაოდენობა ემატება, თუმცა არის პერიოდები, როდესაც კოვიდის დროს ეს შემცირებული იყო რაოდენობა, თუმცა აი ბოლო 2 წელია აქტიურობა დიდია, ჩვენ აქ ხედავთ საოცარ ნახატებს ბიბლიურ თემებზე შესრულებულს, რაც მათ სულიერ სამყაროს ძალზე ამდიდრებს. ეს შედეგი არის ძალიან დადებითი და უწმინდესი მოსაკურთხევა, რომ ჩვენ ბავშვებს, ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ მოვლენების სულიერი აღქმა, ეს ერთ-ერთი ძლავრი იარაღია ნახატების დახატვა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენს და რა თქმა უნდა ყველა ახალგაზრდას, ვინც კონკურსში მონაწილეობს. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ კონკურსით დაინტერესების შემთხვევაში უნდა მოგბრძანდეთ აქ საპატრიარქოსთან არსებულ სამების ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში და ამ ადგილას შეგიძლიათ განაცხადის შევსება. აქვე გეტყვით იმას, რომ 13 მარტის ჩათვლით შეგეძლებათ კონკურსში რეგისტრაცია. დიდი მადლობა ნინო, მადლობა მამა ბიძინას და ვაგრძელებთ გადაცემას. ზამთარი განსაკუთრებულ იერს ძენს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს და ბუნების მოყვარულებს უნიკალურ გამოცდილებას თავაზობს. თოვლით დაფარული ტყეები, გაყინული ჩანჩქერები და თეთრად შეფერილი ბილიკები ვიზიტორებისთვის სრულიად განსხვავებულ გარემოს ქმნის. დაცული ტერიტორიების აგენტომ დაიწყო კამპანია თეთრი ბილიკები, რომელიც მიზნად ისახავს ზამთრის სეზონზე ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სააგენტოს უფროსი ქალბატონი ნატა სულთანიშვილი. მოგესალმებით ქალბატონი ნატა, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. პრინციპში ჩვენ და შესავალში ვუთხარით კიდეც რას ნიშნავს ეს კამპანია თეთრი ბილიკები, მაგრამ უფრო მეტი თქვენგან გვინდა რომ მოვისმინოთ და შევიტყოთ აი ამ კამპანიის შესახებ, რას გულისხმობს და რა არის მისი მიზანი. შემოვნებით მოგესალმებით დილამშვიდობის მივესალმებით მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. თეთრი ბილიკები კამპანია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზუსტად სიტყვით მიანიშნებს იმაზე, რომ თეთრი ბილიკები არის ახლა თოვლით დაფარული არის დაცულ ტერიტორიებზე და ეს არის ვიზიტორებისათვის, ასე ვთქვათ, ის ადგილი, სადაც შეუძლიათ რომ დაისვენონ, მშვიდად გაატარონ დრო და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ წლის ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის ზამთარშიც, როცა თოვლით დაიფარება ბილიკები, ხელმისაწვდომია ყველასთვის დაცულ ტერიტორიაზე. განსაკუთრებული აქცენტი რატო გაკეთდა ზამთარზე? აი ეგეც საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა სეზონზე ალბათ ძალიან ლამაზია და თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ ნებისმიერ სეზონზე შეიძლება, მაგრამ ახლა კეთდება განსაკუთრებული აქცენტი სითეთრეზე, თოვლიან ბილიკებზე, ანუ ზამთარზე. კი ბატონო, თეთრი განსაკუთრებულ ელფერს ძენს, რა თქმა უნდა, არემარეს და შესაბამისად ზამთარშიც ძალიან საინტერესო სანახაობა არის დაცულ ტერიტორიებზე, საერთოდ ველურ ბუნებაში გადაადგილება წლის ნებისმიერ დროს, როგორც აღნიშნეთ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის დასვენება ბუნებაში, განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მნიშვნელობას იცის ადამიანისათვის და შესაბამისად, როდესაც თოვლით იფარება ბილიკები, რატომღაც ზოგიერთს გონია, რომ იქ უკვე სიარული აღარ შეიძლება გადაადგილება, სირთულესთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამით კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისათვის წლის ნებისმიერ დროს სერვისები არის, ასე ვთქვათ, ყოფში, ეს გულისხმობს პირველ რიგში ტერიტორიაზე გადასაადგილებლად ეკობილიკების, სალაშქრო ბილიკების კეთილმოწყობას, რაც თავისთავად აღჭურვილი არის მანიშნებლებით, გადასაადგილებელი საშუალებებით, ბილიკი მიუყვება ისეთ სივრცეს, რომ ამით არ დავაზიანებთ იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას, არ შევაწუხებთ იქაურ ცხოველებს, არ გავანადგურებთ მცენარეებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ გადავადგილდეთ. უსაფრთხოება არის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა გადაადგილებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის, იმიტომ რომ მით უმეტეს
ზამთარშიც, როდესაც თოვლიც არის და შესაბამისად ოდნავ გაძნელებული შეიძლება იყოს ლაშქრობა, როგორ უნდა იყვნენ მომზადებულები, რომ აუცილებლად სანამ წავალთ რომელიმე დაცულ ტერიტორიაზე, მცირე ინფორმაცია მაინც მოვიპოვოთ, რომელ რეგიონში მივდივართ, რა არის იქ დამახასიათებელი, როგორი ჰავაა, როგორი ტემპერატურა არის და რა უნდა ვიცოდეთ, ქცევის წესები, ასე ვთქვათ, რა რის გაკეთება შეიძლება და რის არა დაცულ ტერიტორიებზე. ტურისტი ბევრი არის ამ პერიოდში? სხვათა შორის ზამთრის პერიოდში საკმაოდ ასე ვთქვათ დიდი რაოდენობით გსტუმრობენ დაცულ ტერიტორიებს, განსაკუთრებით იქ, სადაც სალაშქრობილი კები არის, ეს არის მაგალითად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიები, მაგალითად ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი. იქ, სადაც ამ წუთას თოვლი ჯერ კიდევ დევს და ასე ვთქვათ ცითეთრით არის გამორჩეული და სალაშქრობილი კები კეთილმოწყობილი არის დაცულ ტერიტორიებზე, დახონტლული არის ვიზიტორებით, განსაკუთრებით დასვენების დღეებში. და რა შეთავაზებები გაქვთ თქვათ ისე კი ვიზიტორებისთვის? პირველ რიგში მე სტუმრებისთვის, ქართულად რომ ვთქვათ. კი ბატონო, სტუმრები, ვიზიტორები, ტურისტები, ნებისმიერი მსურველი, ვინც კი დაცულ ტერიტორიებს ესტუმრება, ჩვენ დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს ვიზიტორთა ცენტრები, საგამოფენო, ასე ვთქვათ, მოწყობილობები, საგამოფენო სივრცეები, სადაც სანამ დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილდება, უშუალოდ ველზე მიიღებს პირველ ინფორმაციას, სად მოხვდა, რის ნახვა არის შესაძლებელი, რამდენი ხანი აქვს იქ, ასე ვთქვათ, დარჩენის დრო და რა შეუძლია რომ მოინახულოს იმ პერიოდში, როცა იქ იმყოფება. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უკვე ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტები და რეინჯერები დააკვალიანებენ მას და შესაბამისად სწორ ინფორმაციას მიაწვდიან, რა სიტუაცია არის ამ წუთას იმ კონკრეტულ ბილიკზე, რომლის დალაშქვრაც სურთ. უსაფრთხო რომ იყოს შესაბამისად ვთხოვდით ვიზიტორებს რომ გაითვალისწინონ ჩვენი თანამშრომლების რეკომენდაციები, იმიტომ რომ ისინი ადგილზე არიან და იციან ყველა დეტალი, ასე ვთქვათ, რა სიტუაციაც არის. მე მინდოდა დამეშვა შეკითხვა, რამდენი უსაფრთხოა თქვა და თქვენ ფაქტობრივად გაიცეთ პასუხი, იმიტომ რომ რეინჯერები ყოველთვის დააკვალიანებენ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებები რა კამპანიაში თქვენ ეწევით, რამდენად იზრდება ინტერესი სწორედ ზამთრის პერიოდში ვიზიტორებისა? კი ბატონო, ჩვენ ტენდენცია ხა ზამთარ ჯერ დასრულებულა და ჩვენ აუცილებლად ანალიზს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, თუმცა მოცემულ პირობებში, როდესაც ზამთარში, ესე ვთქვათ, ზამთარი, ესე ვთქვათ, თოვლი განსაკუთრებით მიმზიდველია ცხადია ვიზიტორებისათვის, მაგრამ ჩვენთვისაც ბუნების დამცველებისთვისაც, ასე ვთქვათ, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ეკოსისტემები განსხვავებულ რეჟიმში გადადიან შესაბამისად და განსაკუთრებული მოვლა და ასე ვთქვათ, მოფრთხილება ესაჭიროებათ ამ პერიოდში. ამიტომ ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ ვიზიტორებმა კარგად შეიმეცნონ, როგორ ასე ვთქვათ, რა წესები უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ სწორად გადაადგნენ ბუნებაში და არ დააზიანონ ველური ბუნება. შესაბამისად, ამ პერიოდშიც, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სტუმრობენ დაცულ ტერიტორიებს, ანალიზის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შევადარებთ და ვიზიტორთა გამოკითხვის საშუალებითაც ასევე, რა თქმა უნდა, გავაანალიზებთ და ასე ვთქვათ, საომოლოდ ისეთ, ასე ვთქვათ, აქტივობებს დავეგმოთ, რაც მათთვის უფრო მისაღებია და უფრო უსაფრთხოს გახდის დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებას. რეკომენდაციები, ასევე რეკომენდაციების შესახებაც რომ გითხრათ, რაც არსებობს ტურისტებისთვის, სტუმრებისთვის. ბატონო, სიამოვნებით. დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, როგორც აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის მივაკითხოთ ვიზიტორთა ცენტრს. ვიზიტორთა ცენტრში გაიგებს, ასე ვთქვათ, მსურველი უფრო მეტი ინფორმაციას, ვიდრე ნებისმიერ ინტერნეტში თუ ციკლში თუ ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, გაეცნობა ახალი ინფორმაციას, უახლესი ინფორმაციას, რა თქმა უნდა და არსებულ სიტუაციას. შესაბამისად, თუ კი რეკომენდაცია იქნება რომელიმე ბილიკს ურჩევენ, რომ იგირჩევნიათ ეს დალაშქროთ, ცხადია ის უნდა აერჩიონ და თუ კი რომელიმე ბილიკზე მათივე უსაფრთხოების გამო ეტყვიან, რომ სჯობს დღეს თავი შევიკავოთ ამ ბილიკზე გადაადგილებისგან, იმიტომ რომ მეტეოროლოგიური პირობები თუ სხვა პირობების გამო ასე ვთქვათ, სჯობს, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. რაც შეეხება სხვა რჩევებს, რა თქმა უნდა, არის ისეთი, ასე ვთქვათ, შემთხვევები, როდესაც ვიზიტორი პირდაპირ დაცულ ტერიტორიაზე მიდის და იწყებს ლაშქრობას, ამ შემთხვევაში ჩვენი რეინჯერები 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ და იცავენ დაცულ ტერიტორიებს და შეიძლება შეხვდეთ გზაში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასარგებლო მათთვისვე, იმიტომ რომ იქაც შეუძლია გაესაუბრონ და რჩევები მიიღონ მათგან და შესაბამისად მადლობა გადაუხდი ყველა რეინჯერს, იმიტომ რომ მართლა დღე-დაღამე, ასე ვთქვათ, ჩვენი ბუნების სადარაჯოზე დგანან და იცავენ ჩვენს ბუნებას. და შესაბამისად ის ქცევის წესები, რაც გზადაგზად დახვდებათ, შეხვდებათ ვიზიტორებს, რის გაკეთება შეიძლება და რის არა, შესაბამისად ამას ყურადღება მიაქციონ. მთავარი ფაქტორი
ის არის, რომ არ დაანაგვიანონ და არ დააზარალონ, ასე ვთქვათ, ის ეკოსისტემა და ის ბიომრავალფეროვნება, რაც გზად შეხვდებით. შემოჯამებელი კითხვა მინდა დაგისვათ კიდევ ერთხელ, ესე იგი, მსურველებს აღუსტნათ, საჭიროა თუ არა წინასწარი რეგისტრაცია, ან რეინჯერებთან კოორდინაცია თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი? ზოგადად დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობა ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია ნებისმიერ დროს. ეს არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვიზიტორისთვის, ნებისმიერი სტუმარისთვის, ქართველი იქნება თუ ცხველი, თუმცა რა თქმა უნდა კამპანიის ფარგლებში ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ უფრო მეტი გაიგონ დაცულ ტერიტორიებზე, თუნდაც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, აპაგორჯის საშუალებით, სადაც არის ყველა დაცულ ტერიტორიაზე არსებული ვიზიტორთა ცენტრის შესახებ ინფორმაცია, ყველა საკონტაქტო ინფორმაცია არის ასევე განთავსებული, სადაც შეიძლება ვის შეიძლება დაუკავშირდეთ, რომ წინასწარ ვიცოდეთ რა სიტუაცია არის, ხოლო წინასწარი რეგისტრაცია არ არის ამისათვის საჭირო და სასურველია რომ ვითანამშრომლოთ ასევე ვიზიტორთა ცენტრში თუ დახვდებათ კითხვარი, გამოკითხვის კითხვარი და შეავსებენ, რაც არის ძალიან მარტივი და რამდენიმე კითხვა ასულ, რომელი ქვეყნიდან არის, საიდან გაიგო ინფორმაცია, რას ისურვებთ და რას გამოასწორებთ ამ დაცულ ტერიტორიებზე. კარგი იქნება თუ ესე ვითანამშრომლებთ და ვიმეგობრებთ. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. ასევე წარმატებას გისურვებთ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სააგენტოს უფროსი ნატა სულთანიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემა კი დასრულდა. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. მოვალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა ყურებისთვის. ბედნიერად.